ჩოლთოს ხეობაში ამ დრომდე რჩება 5 ქართველი ახალგაზრდა, ისინი გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან პერიმეტრ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აკონტროლებენ. სოფელში რჩებიან ქართველი სამართალდამცველების. რა ხდება ჭალოვანში, სადაც დღეს მშვიდობიან მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმმა ცეცხლი გაუხსნა. ბოლო ინფორმაციას ნათია ტრაპაიძე მოგვაწვდის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ ადგილას, საიდანაც საჩხერის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ჯვრის უღელტეხილით არის იმ ტყეში, სადაც ისინი ჯონჯოლს აგროვებენ. ამ დროის მონაცემებით შესაძლოა ტყეში, სადაც არიან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, შესაძლოა იმყოფებოდეს 5 ადამიანზე მეტი, რადგან აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები არიან. ეს არის ასახელებენ საჩხერის რაიონის 3 სოფელზე დაახლოებით 10-მდე ადამიანს, რომელთან კონტაქტიც დილის შემდეგ უკვე ვეღარ ხერხდება და შესაძლოა ისინიც ელოდებოდნენ დაღამებას, რათა ჩამოვიდნენ სახლებში, თუმცა ამ დროისთვის მათ შესახებ არაფერია ცნობილი. რამდენად ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ასევე დღეს ჯონჯოლის შესაგროვებლად, ისინი აცხადებენ, რომ პირადად არ უნახავთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თუმცა გაიგონეს სროლის ხმა და ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს ის პერიოდი იყო, როდესაც 2 ახალგაზრდა დაჭრეს. ჩვენ არაფერი არ შემჩნევია იქ ესეთი. ხმა გავიგონეთ ხოლმე ეგ. სროლების ხმა გავიგონეთ და ეს ნეგოციაცია და ეს სამი კიდე. და ჩამოვედით ერთად. მზაძე ხვედელიძე და მე კიდე მზაძე არ ჩანს. ო. სამი შეთან არ არიან, რომელიც არ არიან ეს. და საჯველი ჩამედილა და მის ვერე დავთით ერთმანეთს. მის ვერე არ მინახე. შეიძლება იქარიან და შესაძლებელია, ჩვენ არ ვიცით მაგ რა ვიცით. ჰაერში უსვია მას იარაღი და გაქცეულან ჩვენი ბიჭები. და ამასობაში მე 2 კლდეზე ამხდარა და უსვიათ მათთვის. ერთი ფეხში დაჭრილა და ერთს 3 თვია მოხვედრია მუცელში. ამასობაში დანარჩენებს გაკიდებიან ის უცნობი ვინც იყო. და ესენი ამასობა ამდგარა ეს ბიჭი და წამოუყვანი ეს ძიმედ დაჭრილი რომელიც 2 მათგანი პოლიციას გამოუყვანია და დანარჩენები ამ დრომდე არ იციან სად არიან და რა ვიცი, როგორც ვარაუდობენ, ალბათ არ უნდა იყოს დაჭრილები ისინი. აქ იმყოფებიან როგორც სამართალდამცველები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები, თუმცა ისინი ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული კომენტარის ან შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებენ, აცხადებენ, რომ სანამ ყველა ადამიანი არ დაბრუნდება და არ გაესაუბრებიან მათ, არ გააკეთებენ კომენტარს. რაც შეეხება უშუალოდ სოფელ ჭალაუბანს, ჩვენ ვიმყოფებოდით იქ. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ჯონჯოლის შესაგროვებლად ისინი თითქმის ყოველ სეზონზე დადიან და წელს არც ერთი ასეთი თავდასხმის ფაქტი არ დაფიქსირებულა. გასულ წლებში კი ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს იტაცებდნენ კიდეც. ფაქტიურად ის ფორმირებები არიან გადმოსული ჩვენს ტერიტორიაზე. მე პირადად ვიცი ის ადგილი, სადაც თქვენს როგორც ასეთი რამე მოხდა და ის ჩვენ ტერიტორიაზე. უდაოდ ჩვენ ტერიტორიაზე, დარწმუნებული ვარ ჩვენ ტერიტორიაზე, მაგრამ მოხდა თავდასხმა, რამაც ასეთი რამე გამოიწვია. თავდასხმა იყო, რა თქმა უნდა, საზღვარგანო გადაკვეთ არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ საზღვარგარეთ ყოფილდნენ ისინი. ჩვენი ინფორმაციით ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ანუ ეს არის ჩვენი ტერიტორია? ჩვენი ტერიტორია კი, სადაც ეს ამბავი მოხდა, ჩვენი ტერიტორია არის და უბრალოდ რუსები, ყაჩაღები ალბათ, ყაჩაღური ბანდა იყო, რა თქმა უნდა, ალბათ. სამხედრო ფორმირებული? სამხედრო ფორმირებული, ჩვენი ინფორმაციით ასეთი კი. ასეთი სიტუაცია ამ დროისთვის საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაუბანთან. აქ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ახლობლები და რამდენიმე სოფლის მცხოვრები ელოდება საკუთარ ნაცვლად, რომლებიც დილით ჯონჯოლის შესაგროვებლად წავიდნენ და ამ დრომდე მათ შესახებ არაფერი იციან. ეს ნათია ტრაპაიძე იყო. თავდასხმა დღეს დილით 8 საათზე მოხდა. 6 ქართველს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს. საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცები ჯონჯოლის შესაგროვებლად საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს ჩოლთოს ხეობაში იმყოფებოდნენ. სამხედრო ფორმიანმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა 2 ახალგაზრდა, განსაკუთრებით მძიმეა 17 წლის მოზარდის მდგომარეობა. 5 ქართველს ცეცხლი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დილის 8 საათზე გაუხსნეს. საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები 5 ახალგაზრდა მამაკაცი ჯონჯოლის შესაგროვებლად საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდა. სამხედრო ფორმიანმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათი დაკავება სცადეს. ქართველი ახალგაზრდები გაიცნენ და სამხედროებმაც ამ დროს გახსნეს ცეცხლი. დაიჭრა 2 ახალგაზრდა, 28 წლის შოთა შუბიძიძე და 16 წლის გიორგი ლომსაძე. ორივე მათგანს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
ოპერაცია. განსაკუთრებით მძიმეა არასრულწლოვნის მდგომარეობა. მძიმედ არის. მძიმეა ეხლა ყოველ შემთხვევაში იმასთან შედარებით. მეორე ტყვია აქ ფეხში და გერზე დაკიდებული ფეხი აქ მოტეხილი. სადა ჯვარზე იყო ჯონჯელის საგრეფად. წინ შევხვდა ერთიო და რო შევხედე დამიძახა ჯერ ქართულად მოდი აქ ბიჭო და მე რუსულად და რო შევხედე რომ ის იყო სამხედროში გამოვლილია ავტომატიანი იყო გამოვიქეცი და მომაყოლა ტყვია და მოხდა ფეხშიო. ხო მე რომ დამიშინეს ტყვების ესე გავრბოდა გამოვლოდი არ მომხდაოსო და ბავშვისთვის ჯერ მისთვის ტელეფონი წაუთმევია და ორი ტყვია ხო მოხდა მესამე კიდე დაემართეს. ერთი სუთხეში გაიქცა. ხო და ეს ორი რო გამოქცეულა შოთიკოს ჩემი შვილი მოყვა მე ტელეფონი რახან წაართო და უკნიდან იარაღი დაუშინეს და ჩემსაც სამი ტყვი აქ მოხვედრი. დაჭრილთა ნათესავების და სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით ტყეში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა რჩება. ისინი გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აკონტროლებენ პერიმეტრს. დაღამებას ველოდებითო და მე იქნებ გამოვიდეთ ტყიდან. ანუ ახლა საშიშია? საშიშია დღისით გამოსვლა, რომ თქვენს რო ძაღლები და ეს ყავთო და დადიანებით ტყეში. ვინ არიან ახლა იქ დაჭერილი? სამი ბიჭია ბიძაშვილად ეკუთვნის რა, შალვა და კოჩა და ეს. აი ლოპანს კიდე ვიცოლა ჩემის დაცხოვრობს იქა და შვიდი იქ დაუჭერია გუშინ და გადაუყვანიეთ. სოფელი ლოპანი აქ ამ ტერიტორიაზეა ესეც. დიდი ჩემები ჩვენი ტერიტორია არის.